გამარჯობათ, როგორ ძამდებით, როგორ გიგითხოთ? სალამი, ანა როგორ ახლა, როგორ გიგითხოთ? ბავშვები როგორ არიან? სალამი, გამარჯობათ. ერთ-ერთ ბრალდებად კვანცაკველაძე რეზო რაზმაძეს მიუთითებს თითქოს იგი მას სოფლელად მოიხსენიებდა. არადა, თავად რეზო რაზმაძე სოფლელია. იმავე დროს უდედმამო ბავშვთა ინტერნატში აღიზარდა, სადაც დედამ უსახსრობის გამო მიაბარა. მისმა ცხოვრებამ მთლიანად გაჭირვებასა და შიმშილს შორის განვლო. დავიბადე 1958 წელს ქალაქ ჭიათურაში სოფელ ეწერზე. მამა ადრე გარდამეცვალა, დედაჩემს ძალიან უჭირდა, ორი ძმანი ვიყავით ჩვენი გაზდა და მე მიმაბარეს თბილისის მუსიკალურ სკოლა ინტერნეტში. სადაც 9 წელი ვისწავლე. ბევრჯერ ყოფილა რომ მშიერს დამიძინია, ბევრჯერ ყოფილა რომ მშიერი ყოფილვარ. გაჭირვება გამოცდილი მაქვს ჩემ თავზე და როდესაც სკოლა დავამთავრე და ეს ფირმა შევქმენი, ყოველთვის ვცდილობდი რომ ადამიანებს დავხმარებოდი და თუ ვინმე რომელიმე ადამიანს უჭირს, ყოველთვის მინდა რომ დავეხმარო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანის მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი გამოკლეულ მტკიცებულებებთან და ეფუძნება ეჭვებს, ვარაუდებს. რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლომ რეზო რაზმაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. ნოტარიყოს ორმაგი გარკვეული აქმის უნარის საშუალებას იძლევა, ეს კადრები 20-ამიანი ვერ გაიგებ რა ხდება. ექსპერტმა ეს თავისი კვლევით და თავისი რაღაც დიდი გამოცდილებით, რომელიც გააჩნია, ეს ყველაფერი ჩაატარა და დაადგინა. მოსამართლე იძახა, მე არ მინდა და არ გავიზიარებ ამას. რატო არ გაიზიარებ? მიკერძოებულია დასკვნა. მაშინ თუ იძახი რომ არ გავიზიარებ ექსპერტულ დასკვნას, უნდა არსებობდეს ალტერნატიული ექსპერტიზა, უნდა არსებობდეს რა სხვა იმე მტკიცებულება, რომელთაც შენ არ გაიზიარებ. ანუ როდესაც მოსამართლე ვერ იძახის რომ ექსპერტი მიკერძოებულია, რამე დარღვევით ჩატარდა ექსპერტიზა, არ რაიმე სხვა რაღაცა არსებობს ექსპერტული დასკვნა, რომელთაც შენ არ ითვალისწინებ, ეს იგი გამოდის რომ მიკერძოებულად არის ჩატარებული ყველაფერი, ეს განხილვაც და განაჩენის გამოტანაც. ერთადერთი მას აქვს დაფიქსირებული განაჩენში, რომ მე ექსპერტიზის დასკვნას არ ვითვალისწინებ ნეიტრალური მოწმეების დასკვნას. და როგორ არის ნეიტრალური მოწმე, როდესაც დაფიქსირებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომ ეს ორი ადამიანი არის მეგობარი გვანცაკველაძის, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, დატოვეს სამსახური, თან რას ნიშნავს ეს ნეიტრალური მოწმე, როგორ დაადგინა რომ ნეიტრალურია, რატო არის მაგალითად ნეიტრალური მოწმე ეს ორი მოწმე და რატო არ არის ის ორი მოწმე, რომელიც ლაპარაკობს, რომლებმაც თვითმხილველი გახდნენ ყველაფრისა, რომლებმაც დააფიქსირეს ის პოზიცია, რომ გვანცაკველაძესთვის არავის დარტყმა არ მიუყენებია. რატომ? ორი მოწმე აქით არის, ორი მოწმე იქით არის და შენ მოსამართლე იძახი რომ არა მე ამას ვეყნობ და თან არ ითვალისწინებ მოწმეები, შეიძლება 1000 მოწმეც მოიყვანო, მაგრამ ექსპერტულ დასკვნას არ იზიარებ და ეს ექსპერტულ დასკვნას არ იზიარებ და ექსპერტული დასკვნა მაღლა დგას ყოველგვარ მოწმეთა ჩვენებებზე, იმიტომ რომ არავის არ უკითხია იქ პროცესზე, მაგალითად არავის არ გამოუკვლევია გამოძიებაში და სასამართლოზე რამდენად ხედველობის უნარი როგორ ქონდათ, მაგალითად იმ ორ მოწმეს, რომელმაც დააფიქსირეს, რომ ესე იგი დარტყმითი კონტაქტები მიაყენა. არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტი მათი მეშვეობით. იქნება მხარეს არ აქვს კარგი მხედველობა, იმიტომ რომ ეს არც თუ ისე ახლოდან მოხდა, ახლოს იყო ეს ყველაფერი, ეს პროცესები, როდესაც მოხდა. ამიტომ მთელი რიგი მტკიცებულებები იქნა უგულებელყოფილი სასამართლოს მიერ. სასამართლემ არ გაიზიარა სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები, სასამართლოში არსებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და პლუს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ გვანცაკველაძე არის იმპულსური, კონფლიქტური, ვერ ეგუება გარკვეულ შენიშვნებს, რაც საქმეშიც დაფიქსირდა. იმიტომ რომ არც ერთი კონფლიქტი ამ ორგანიზაციაში, ამ საწარმოში არ მომხდარა. ერთადერთი კონფლიქტი მოხდა გვანცაკველაძესთან დაკავშირებით.